400-ზე მეტი დრონი რუსეთის სხვადასხვა ქალაქის თავზე. 4 აგვისტოს ღამით უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიზანში ძირითადად ამოიღო ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის სასაწყობი და ლოგისტიკური ობიექტები. რის შედეგადაც მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება 5 დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ. აფეთქებები იყო ლენინგრადის ოლქში, ამ შემთხვევაშიც რუსულ Amazon წოდებული კომპანიის კუთვნილი ფაქტების მიმდებარით, რამაც ხანძარი გამოიწვია. 18 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ეს Wildberries-ის ლოგისტიკურ ტერმინალებზე თავდასხმის სულ მცირე მე-14 დადასტურებული შემთხვევაა, რამაც ობიექტების ნაწილობრივი ან სრული განადგურება გამოიწვია. ერთი დღით ადრე კომპანიის აწყობებს დაარტყეს ვლადიმირის და სამარას ოლქში. Wildberries-ის კუთვნილი ობიექტების მდგომარეობის შესახებ მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება თანამგზავრულ სურათებზე დაკვირვებითაც. სატელიტიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რა სიზუსტით შეძლეს ამ წერტილების წინააღმდეგ უკრაინულმა დრონებმა მოქმედება. ჯამში 4 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება ქვეყნის 18 ოლქში 320 უკრაინული დრონის განეიტრალების შესახებ, მათ შორის მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის თავზე, თუმცა დილისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით აშკარა, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პარალელურად რუსული სახელმწიფო მედია აქტიურად ავრცელებს კადრებს კრასნოდარის ოლქის გელენჯიკის რაიონში სანაპირო ზოლთან მოხდა დრონებით იერიშის შესახებ. რა დროსაც რუსული წყაროების თანახმად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულთა რიცხვმა 40 მიაღწია. რუსეთში უცხოეთის გავლენისაგენად გამოცხადებული საინფორმაციო სააგენტო აგენტство აცხადებს, რომ სანაპირო ზონაში არსებული შენობების ანალიზის საფუძველზე დადგინდა უკრაინული დრონების სავარაუდო სამიზნე. მათი ინფორმაციით ეს იყო სამეცნიერო სამრეწველო ობიექტი, რომელიც გამოცემის ცნობითვე რუსეთისთვის ერთ-ერთ საკვანძო სარაკეტო კოსმოსურ ობიექტს წარმოადგენს. ვიდეოზე სადაც დარტყმის მომენტი აღმოჩნდილი ისმის სროლის ხმაც. უკრაინული ტელეგრამ არხის სუპერნოვას ვარაუდით ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ დრონის ჩამოგდება მობილურმა სასაწყლე ჯგუფმა სცადა.